ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვისაც. მათ შორის საერთაშორისო ასპარესზე. ეს სიტყვები საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. მისი თქმით, საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის ფარგლებში ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. როგორ შეიძლება რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, მეზობელმა ქვეყნებმა ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამასთან საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული იმედს ამყარებს არაბულ 6 მილიარდიანი ინვესტიციაზეც, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმება უკვე არსებობს. საქართველოს ეკონომიკური დღევანდელობა და პოტენციალი რისკები გლობალურად და ქვეყნის შიგნით. ეს იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჩვენი პირველი სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ საინტერესო სურათი გვაქვს მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. იანვრის ფაქტორის გათვალისწინებით. მე და თქვენ რომ შევხვედრილი ყავით დაუშვათ იგივე დეკემბრის ბოლოს ან თუნდაც იანვრის დასაწყისში, ალბათ მაშინ რადიკალურად სხვა საუბარი გვექნებოდა. დღეს სურათი სტატისტიკური და მაჩვენებლების გათვალისწინებით თითქოს ძალიან დამაიმედებლად გამოიყურება. თქვენი შეფასებით, სად არის დღეს საქართველოს ეკონომიკა რიცხვებში, რა ტენდენციებია და როგორ შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ეს ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, რომელსაც ვარაუდობდნენ თქვენი კოლეგების ნაწილის მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ძალიან აქტიურ ფაზაში და რეჟიმში იყო, რომ რეალურად ეს ნიშნები თითქმის აღარ არსებობს. იცით, ძალიან საინტერესო კითხვა დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკურად გარკვეული სიტუაცია დაძაბული, ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე. და ამით მხრივ ნიშანდობლივი იყო 2024 წელი, იმიტომ რომ 2024 წელს გაზაფხულზე აპრილის ბოლო მაისიდან რო დაიწყო პოლიტიკური დუღილი, მასთან დაკავშირებით რომ ერთი ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი გადიოდა, რომელსაც ოპოზიცია რუსულ კანონს ეძახდა, ამას მოყვა საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, იყო მოლოდინი, რომ ეს უნდა ტრანსფორმირებულიყო ეკონომიკურ სირთულეებში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა. შემდეგ იყო შემოდგომა არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია 28 ნოემბრის შემდეგ. საბოლოო ჯამში ეკონომიკური შედეგები დაფიქსირდა მოულოდნელად პოზიტიური. მოულოდნელად რატო უსვამ ხაზს? იმიტომ რომ ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკური პრობლემები აისახება ეკონომიკაზე. რა არის მაშინ განმაპირობებელი აი ამ მოულოდნელად, მაგრამ ძალიან კარგი შედეგების? ამის განმაპირობებელია ბევრი რამ, მათ შორის ის სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევასთან დაკავშირებით და რაც თავარია ეს პოზიცია, რომ სახელმწიფო შეეცდებოდა არ აყოლოდა თუნდაც ემოციებს, აღარ ვლაპარაკობ პროვოკაციებს და არ ჩართულიყო მეტნაკლებად იმ მოქმედებაში, რასაც ქვია საომარი მოქმედება. ამის გარდა ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, რომ საკმაოდ დიდი იყო მიგრაცია, შემოსვლა ჩვენი ჩრდილოეთი მეზობლებიდან, საუბარია უკრაინელებზე, რუსებზე, ბელორუსებზე, რომელთა ნაწილმა თავის ბიზნესი გადმოიტანა, ნაწილმა მერე დატოვა საქართველოს სხვა ქვეყნებში წავიდა, მაგრამ ეს ბიზნესის ნაწილი აქ დარჩა. და ეს ძირითადად არის IT ტექნოლოგიები, ფინანსური ბიზნესი, რომელმაც ასევე პოზიტიური ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე. და რაც თავარია, ნახეთ რა არის, ქვეყანაში არის პოლიტიკური პრობლემები, დაძაბულობა, გავიხსენე 2024 წლის გაზაფხული. მაგრამ წამყვალ საფინანსო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს პროგნოზები საქართველოსთან მიმართებით არ გაუარესებიათ. აი დღესაც გაზარდა ეკონომიკური სიზის პროგნოზი. ხო, აი დღეს მაგალითად თქვენთან მოსვლამდე კიდევ ერთხელ გადავამოწმე, როგორ აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში შესაძლო ეკონომიკურ განვითარებას. ეხლა ნდობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ რომელიც აბსოლუტურად მიუკერძოებელი და მაღალპროფესიული ორგანოა, თანაც ეს არ არის კომერციული სტრუქტურა, რომ ფინანსური ინტერესი კონდეს და ვიცი მათი მუშაობის სტილი პირადი გამოცდილებით. მათი პროგნოზია, რომ 2025 წელს საქართველოში იქნება 6%-იანი ზრდა. ინფლაცია წლიური 2.6%. ანუ ჩვენ გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებელი 3% და 2.6%. ეხლა ის რომ საქართველოს რთულ რეგიონშია, ის რომ საქართველოში გარკვეულწილად არის პოლიტიკური დაძაბულობა, თუმცა ეს პოლიტიკური დაძაბულობასაც თავისი ტენდენცია აქვს, იყო უფრო მეტი დაძაბულობა, თანობით კლებულობს,
მაგრამ ეს ხო ინფორმაცია ბუნებრივია თავისუფლად ფლობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, მით უფრო მათ მუდმივი წარმომადგენელი ყავთ საქართველოში, თბილისში. მაინც მათი პროგნოზი არის საკმაოდ ოპტიმისტური და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა არის თუ არა საფრთხე, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს კრიზისი. ასეთი საფრთხე ყველგან არის. დაწყებული თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ეს საფრთხე და ეს არის გლობალური საფრთხე. და რა თქმა უნდა, ამას გარკვეული წინაპირობებიც იკვეთება იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც ყალიბდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი მოვიდა დონალდ ტრამპი და ახლა წარმოიდგინეთ საქართველოს 3.5 მილიონიანი მოსახლეობა, ну 3.7 მილიონი. მოსახლეობა მცირერიცხოვანია, რეგიონი საკმაოდ რთულია. საქართველოს ის ქვეყანა არ არის, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკაში ამიდის შექმნელი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გლობალური ტენდენციები აისახება საქართველოში. აი ეს სატარიფო ომი, რომელიც დაანონსებულია ამერიკის განსაკუთრებით წავე იყო დონალდ ტრამპი ევროკავშირთან მიმართებაში, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ალკოჰოლზე, სპირტიან სასმელებზე დაუწესოს 50%-იანი ტარიფი. მან თქვა დონალდ ტრამპის სიტყვებს ვიშველებ, რომ ეს არის ძალიან მძიმე ომი და ჩვენ თუ ისინი არ შეცვლიან ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ პირიქით კიდევ უფრო გავზრდით მათ ღვინოსა და ამ ტიპის სასმელებზე 200%-იან ტარიფს და ახლა რაღაცა იქ საუბარი არის კანადაზე, იქ საუბარია მექსიკაზე, ჩინეთზე ხო არაფერი არ ვთქვა. ახლა ეს სატარიფო ომი, ანუ ტარიფებით მანიპულირება, ჯერ თვითონ განცხადებები არის უკვე ეკონომიკაზე, გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად რო აისახება და რატომ? ტარიფი ნიშნავს გაძვირებას. კი ბატონო. შენ თუ უწესებ რაღაც საქონელს ტარიფს, უნდა იცოდე, რომ შენ საქონელსაც მოწინააღმდეგე მხარე, ვისაც შენ ტარიფს უწესებ, ისიც დაგიწესებს ტარიფს. შენ თუ ამას გაზდი, ისიც გაზდის და საბოლოო ჯამში რა ვღებულობ? ვღებულობთ იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ძვირდება. თუ კი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ძვირდება და უფრო მეტი თუ კარგი ხარისხის არ შემოდის, შენ იწყებ წარმოება, შეიძლება ისეთი კარგი ხარისხის არ იყოს, ანუ სხვათანაბარ პირობებში ხარისხით შეიძლება დაეცას. უფრო მეტი სატარიფო ომის პირობებში ეს არის დარტყმა მიწოდების გლობალურ ჯაჭვებზე, რაც მოხდა პანდემიის დროს, იმიტომ რომ აწყობილი სქემები უკვე ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ სატარიფო ბარიერებია. ამიტომ საჭირო არის მიწოდების გლობალური ჯაჭვების გადაწყობა. ამ გადაწყობას დრო უნდა, მანამდე მიწოდებაში არის პრობლემები. ანუ ფაქტობრივად იწყება ის, რასაც ქვია მიწოდებით გამოწვეული ინფლაცია. მიწოდების ინფლაციის რეგულირების მექანიზმი ცენტრალურ ბანკებს არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მხოლოდ მოხმარების რეგულირება, ანუ გააძვირონ ფული, რომ შეამცირონ მოხმარება. როცა მიწოდება არის დაკლები, მაშინ რა უნდა ფულს თუ გააძვირებ, ისე მოხმარება შეამცირებ, მაგრამ საბოლოო ჯამში აზარალებ კვლავ ეკონომიკას. ამიტომ როცა მე ვლაპარაკობ, რომ საქართველოს კრიზისის წინაშე დგას მთელი მსოფლიო ამ კრიზისის წინაშე. ამიტომ როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ შენ გინდა შენი ბაზარი დაიცვა, შენი მეწარმეები დაიცვა, გაზარდო დასაქმება, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ზუსტად იგივე სარკისებრი ეფექტი ექნება მეორე მხარეს. სწორედ ამ გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა ძირითადი რისკებია, მათ შორის ინფლაციური, ეგრეთ წოდებული იმპორტირებული ინფლაციის მართვის პროცესი, მთლიანობაში ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუნდაც დასუსტებული დოლარის პირობებში, მაგრამ რეალურად დოლარი საკმაოდ კარგ ტენდენციას აჩვენებს. საქართველოს აი ამ გლობალურ პროცესებს რამდენად მზად ხვდება საკუთარი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, რომელმაც შეიძლება აი ეს კრიზისი, რომელსაც თქვენ ახლა საუბრობთ, თავიდან აგვარიდოს, იმიტომ რომ როდესაც 3 წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომი იწყებოდა, მაშინ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვიდექით და აი ეს 3 წელი კარგად, ცუდად რეალურად თავიდან ავირიდეთ, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი. დღეს ჩანს თუ არა იმის, გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ახლაც შევძლებ დაუშვათ აი ამ საკმაოდ არც თუ მარტივ გლობალურ პროცესებთან ისე გამკლავებას, რომ კრიზისში არ გადაგვეზარდოს. მე შიდა ნაწილს აუცილებლად ცალკე დავიწყოთ იმით, რომ ეკონომისტები როგორც წესი ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ მოსალოდნელ კრიზისზე. ამაზე თეორიაც არსებობს, ასეთი კრიზისის პროგნოზირება, რომ შეიძლებაოდეს ეკონომიკა როგორც მეცნიერება არ იარსებებდა. მაშინ ყველაფერი მარტივად იქნებოდა გაწერილი. სწორედ იმის გამო, რომ
ყველაზე რთული მოვლენის ეკონომიკაში კრიზისის პროგნოზირება პრინციპულად შეუძლებელია, თუმცა შეიძლება სიმპტომები იკვეთებოდეს, მაგრამ არ ნიშნავს სიმპტომების გამოკვეთა, რომ მანდ-მანდ კრიზისში გადაიზრდება. ამიტომ ამის პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა. რა თქმა უნდა, ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე სუსტი რგოლი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში არის ეროვნული ვალუტა და რატო? ეროვნულ ვალუტაზე თუ ის არ არის ფიქსირებული კურსით, ყველაზე სწრაფად და ყველაზე ადვილად აისახება ნებისმიერი რხევა, მათ შორის პოლიტიკური რხევა. და ამას ჩვენ ვხედავთ საქართველოს მაგალითზე დაწყებული მას შემდეგ რაც ლარი შემოვიდა მიმოქცევაში, ხოთაშორის წელს ხდება უსრულდება ლარს 30 წელი, ეს 25 სექტემბერს ზუსტად შესრულდება 30 წელი რაც ლარია შემოღებული მიმოქცევაში, ეს თავის დროზე იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა საქართველოში და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს 30 წელიწადი იყო ბრძოლა ლარის წინააღმდეგ. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო ხელისუფლებაში თუ იყო ოპოზიციაში. რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობის გისმოდა რომ საერთოდ ეროვნული ვალუტა გასაუქმებელია და გადავიდეთ დოლარის ევროს ვაჭრობის. ნუ ახლა როგორია ეს მივადექით ეკონომიკურ თეორიის სუსტ მხარეებს და მეორე მხრივ მივადექით არაპატრიოტულ მომენტებს. იმიტომ რომ ეროვნული ვალუტა არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც ერთ-ერთი მექანიზმი საკმაოდ ქმედითი, რომელიც გლობალური შოკებიდან ამ შოკების ზეგავლენას გისუსტებს, შეგიძლია შერბილოს. საკუთარ თავზე იღებს უხეშად დარტყმას და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეტნაკლებად ტენდენციას გაჩვენებს. ეროვნული ვალუტა ყოველთვის გამოხატავს იმ პრობლემას, რომელიც დამახასიათებელი არის პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს ერთი, მეორე პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით და მესამე ინსტიტუციურად რამდენად გამართულად მუშაობს ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი. ამიტომ ლარის ისტორიას თუ გადავხედათ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველა მიმართულებით ის რა ქართეხილები მან გაიარა, ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკური სხეულია ქართულ ეკონომიკაში. მე ხშირად მithქვამს ჩემი სტუდენტებისთვის, როდესაც ადამიანს სიცხე აქვს, ეს თერმომეტრის ბრალი არ არის. თერმომეტრი უბრალოდ გიჩვენებს, რომ სიცხე აქვს. ხო, ლარიც ასევე გიჩვენებს, რომ რაღაც პრობლემაა ან ეკონომიკაში, პრობლემაა თვითონ ლარის მართვაში, ამ პრობლემაა ზოგადად პოლიტიკაში. გამყარებული ლარი ამ შემთხვევაში იმის ნიშანია, რომ დაუშვათ ეკონომიკაში კარგი ტენდენციებია, იმის ნიშანი ხომ არ არის დაუშვათ შეიძლება იყოს კიდეც, რომ ამ გაურკვევლობის წინაშე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დაუშვათ მოხმარებას ამცირებს, ხარჯვას ამცირებს და შესაბამისად გარკვეულწილად როდესაც აღარ არის მოთხოვნა განსაკუთრებულად ლარზე, ეს გარკვეულწილად იწვევს ლარის ერთგვარად ერთნიშნულზე შენარჩუნებას. როცა არის გარკვეული არასტაბილურობა, მათ შორის პოლიტიკური ადამიანებს აქვთ სურვილი, ადამიანებს ბიზნეს ერთეულებს აქვთ სურვილი დააზღვიონ რისკების დაზღვევა ხდება უფრო სტაბილურ ვალუტაში გადაყვანა შენი აქტივების, შენი ანგარიშების და იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. ეს პირდაპირ ასახვა არის, ამიტომ თქვი, რომ ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე მგრძნობი არის ეროვნული ვალუტა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროცესები არის სტაბილური. რატომ? იმიტომ რომ ერთი ცენტრალური ბანკის ქმედება როგორი არის და მეორე პრაქტიკულად ქვეყანა კვლავ რჩება სამწუხაროდ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თუ სადღაც 2018-19 წელს იმპორტი ექსპორტი სადღაც 4-ჯერ აღემატებოდა, დღეს 2.6-ჯერ, 2.7-ჯერ. ანუ ჩვენ მაინც ვშებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად, უბრალოდ იმპორტდამოკიდებულება შემცირებულია და ეს პოზიტიური სიგნალი არის. მაგრამ როცა იმპორტდამოკიდებული ხარ, თქვენ ბრძანეთ და აბსოლუტურად სწორი ხართ, ხალბატონ მაია. იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ხდება ინფლაციის იმპორტიც. საქონელი თუ გაძვირდა მსოფლიო ბაზარზე, ნავთობპროდუქტი თუ გაძვირდა, შენ შემოგა გაძვირებული და ეს შენის ინფლაციაზე, რა თქმა უნდა. მთავრობის მაკროეკონომიკური გუნდის მუშაობა, ეროვნული ბანკის მუშაობა იძლევა თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ აი ამ შესაძლო გართულებებთან მიმართებაში მათი პოლიტიკა არის სწორი, ადეკვატური და აი ამ რისკებისგან, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, გარკვეულწილად შეიძლება დაზღვეულები ვიყოთ. იცით, 100%-იანი დაზღვევა საერთოდ არაფრის არ არსებობს. იმიტომ რომ დამოკიდებულია რამდენად გლობალური მასშტაბის იქნება ეს კრიზისი, თუ კი ჩამოყალიბდა ეს კრიზისად, ჯერ მხოლოდ განცხადებების თუ ის გლობალური კრიზისი მართლაც შეიქმნა, მე არ მინდა ამაზე ასე ვიფიქრო და იქნა მძიმე კრიზისი, ის რა თქმა უნდა აისახება საქართველოსაც და აისახება მძიმედ. მაგრამ
აი სწორედ ცენტრალური ბანკის, ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსთა სამინისტრო თელეთარობის საქმეა, რომ ეს საგარეო შოკები იქნეს შემსუბუქებული და ეროვნული ვალუტის ფუნქცია, სწორედ ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ შესაძლო შოკების დატვირთვა იყოს თავის თავზე. ეს უნდა იყოს მართვადი პროცესი. ახლა დღევანდელი გადასახედიდან სიტუაცია საკმაოდ ოპტიმისტურია. გითხარით, რომ ახლა სავალუტო ფონდი მარტო საქართველოს ხო არ უყურებს, თემსოფლიოს უყურებს და მისი პროგნოზებიდან გამომდინარე მანაც ჩვენზე კარგად იცის, რამდენად შესაძლებელი არის კრიზისი და იქნება თუ არა, ის მაინც თვითონ რომ საქართველოში 6%-იანი ზრდა არის შესაძლებელი. შეიძლება 6%-ზე მეტიც იყოს, შეიძლება ცოტა ნაკლები, აქ პრინციპზე არის პრინციპში არის საუბარი ზოგად ხედვაზე, ზოგად ტენდენციაზე. თავისთავად, მაგრამ შიდა პროცესები, შიდა პოლიტიკური სიტუაცია და ის, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს მარტივი ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთთან, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები, აი ამ პროცესების გათვალისწინებით, რეალურად შეიძლება თუ არა, ყოველწილად ეს იყოს იმ საფრთხისა და რისკის შემცველი, რომელმაც მე ეკონომიკა აზარალოს, იმიტომ რომ დავუშვათ ბიზნესმენების ნაწილი, რომლებიც ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებენ, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ რეალურად ჩვენ ვართ საერთაშორისო იზოლაციის წინაშე და ეს იზოლაცია საერთო ჯამში ძალიან ძიმე დარტყმის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკისთვის. შესაძლოა ეს ახლა არ ჩანდეს, მაგრამ გამოჩნდეს. იცით, ახლა 2x2 იზოლაცია თავისთავად არ არის კარგი. და იზოლაცია ყოველთვის გარკვეულ საფრთხეებს მოიცავს და ამ საფრთხების წინაშე დგას საქართველოც. მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი, ყველაფერი არის შეფარდებითი ბოდისვიხთი და ყველაფერს უნდა გარკვეულ კონტექსტში განვიხილოთ. ის რომ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა საჭიროებს დალაგებას ხედავთ, არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ ეს დალაგდეს. ტრამპის ადმინისტრაციასთან დღევანდელ საქართველოს ხელისუფლების დალაგების უფრო მეტი ალბათობა აქვს, ვიდრე ეს ალბათობა ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ამიტომ ასე მანდამაინც პესიმისტურად ამას ნუ შეხედოთ. ანუ ალბათობა შესაძლებლობა რომ დალაგდეს სიტუაცია საკმაოდ მაღალია. ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ოპტიმისტები, ყოველ შემთხვევაში ბოდიში ტრამპი ოპტიმისტია, თუმცა შეიძლება ის ოპტიმიზმი სრულად მაინც ვერ გამართლდეს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ნაღმია ჩადებული რუსეთის კონსტიტუციაში, უკრაინის კონსტიტუციაში, რო არაფერი არ ვთქვათ პოლიტიკურ ელიტებზე. ნატოს უკრაინას აქვს ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ის უნდა გახდეს ნატოს წევრი. ეს მეორე მე სხვა რამეს გულისხმობ. რუსეთი არის კატეგორიული ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს, ეს არის უკრაინის კონსტიტუციით უკრაინის ტერიტორია. ხოლო 2022 წლის შეჭრის შემდეგ, როდესაც ჩაიშალა ის მოლაპარაკებები, რომელიც სტამბულში არ შედგა, ამის შემდეგ რუსეთმა შეცვალა კონსტიტუცია და დღეს ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს, ყირიმის გარდა სრულად ყველა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, რაც კონსტიტუციურად თავისით აღიარა. ანუ რუსეთის კონსტიტუციას დარღვეულია. ამიტომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკება როგორ შედგება? შეიძლება პუტინმა თქვა, რომ მზად არის ზოგადად დიალოგისთვის, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენთ, ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც პირობითი ცეცხლის შეწყვეტაო. მოდით ასე ვთქვა, დიალოგი ყოველთვის ჯობია, ურთიერთობა რაღაცის დალაგების შანსი მაინც იძლევა. თუმცა ახლა იმის გათვლა რომ ეს ოპტიმალური ტრამპი საერთოდ თვლიდა რომ ერთ დღეში დაასრულებდა ამას, მაგრამ ახლა თვითონაც კარგად ხვდება რომ ეს ასე მარტივი არ ყოფილა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ალბათობა იმის რომ საქართველოში იყოს რყევები არის დამოკიდებული იმაზე, რა მასშტაბის იქნება გლობალური პროცესები. თუმცა აქ საქართველოს აქ კარგი შესაძლებლობების და ამას უნდა გამოყენება. აი ეს შესაძლებლობა საოცრად ვიკითხო, მაგრამ შიდა პოლიტიკური პროცესები არ ქმნის დაუშვათ იმ რისკის საფუძველს, რომ რეალურად თუნდაც აი შესაძლებლობები, რომელზეც ხა მინდა მათ შორის შუა დერეფნის ნაწილი, რომელზეც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად საუბრობს ხელისუფლება, ვიზიტები იგივე თურქმენეთში, უზბეკეთში და ყაზახეთში და განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბებული საუდის არაბეთთან და ის ცნობილი განცხადება, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიციას ველოდებით ჩვენ არაბული კომპანიიდან. აი ეს ყველაფერი რეალურად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს ამ შესაძლებლობებს, ან მინიმუმ ხედავს ამ შესაძლებლობის გამოყენების საჭიროებას. ეს ასე რო არ იყოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 6%-იან ზრდას არ დაგვიწერდა. არც ინფლაციის 2.6%-იან დონეს არაჩვენებდა და რატომ?
6 მილიარდიანი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ერთ წელზე არ მოდის, მაგრამ ეს წლებზეა გადანაწილებული და რასთავარია, ამას აქვს ორი პოზიტიური რამ. პირველი, რომ ეს არის სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ინვესტიცია შეიძლება და მეორე, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინება, რომელიც აისახება როგორც გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე, ასევე ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა რეზერვების გაზრდის. რა თქმა უნდა, მე როგორც ეკონომისტი მირჩევნია, რომ ისეთი ინვესტიციები ხორციელდებოდა საქართველოში, რომელიც არა საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს, არამედ ქარხნებს ააშენებს. რატომ? იმიტომ რომ ქარხნების აშენებით იქნება სამუშაო ადგილები, იქნება ინკლუზიური ზრდა, მაგრამ სულ არ არაობას თუნდაც სამშენებლო ბიზნესი. თუმცა აქაც არის ერთი პრობლემა. საერთოდ გლობალურად არის საფრთხე, რომ ერთ-ერთი ვარიანტი გლობალური კრიზისის ჩასახვის არის სწორედ სამშენებლო ბიზნესი. ხო, თუმცა არაბი ინვესტორი ბურჯ ხალიფას ამშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი ძალიან დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქში არის ამ მიმართულებით განვითარების ისეთი პერსპექტივა, რომ ეს ქვეყანა ამ ნაწილში ძალიან კარგად იყოს წარმოჩენილი. მე ამ შემთხვევაში არაბების პოზიციას ეჭქვეს არ ვაყენებ. უბრალოდ ყველა ქვეყანა სადაც არის სამშენებლო ბუმი და საქართველოში ეს არის და ძირითადად არის საბინო მშენებლობა და ნაკლებად არის სამრეწველო მშენებლობა, ეს ქმნის პოტენციურ შესაძლებლობას კრიზისის და ეს საქართველოს პრობლემა კი არ არის, გლობალური პრობლემაა. და ჩვენი საუბრის ბოლოს მართალია არ გიყვართ ეკონომისტებს ბოლომდე პროგნოზები, მაგრამ მაინც მოლოდინები როგორი უნდა გქონდეს მომხმარებელს, საქართველოს მოქალაქეებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იანვარი ძალიან დამაიმედებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო ინსინუაციები, რით იყო განპირობებული და შემდგომ რეალურად მაინც როგორი პერსპექტივა ჩანს ამ გადმოსახედიდან, უახლოესი 3-6 თვის პერსპექტივით ეკონომიკური ზრდის როგორ ტენდენციებს უნდა ვლაპარაკოთ. მოდით ერთ საკითხსაც დავუმატებ, რომელიც ვაფშე თქვენ შეეხეთ ამას ქალბატონო მაია, ეს არის შუა დერეფნის პრობლემა. ეს არის სტრატეგიული, პოტენციური, ეს ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო ედუარდ შევარდნაძის დროს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხი, ეს აიტაცა მთელმა მსოფლიომ, ბრიუსელმაც, ვაშინგტონმაც. ეს თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგანაც ჩრდილოეთ დერეფანი რუსეთზე გამავალი ბლოკირებულია, სამხრეთ დერეფანი გადის ირანზე და ეს ბლოკირებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, იმიტომ რომ სანქცირებულია ირანი და პერსპექტიულად არის შუა დერეფანი. რა თქმა უნდა, აქ დაინტერესებული მოთამაშეების რაოდენობა მნიშვნელოვანია და მათი ძალაც. აქ არა მარტო ჩინეთზეა ლაპარაკი, ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნები და თქვენ მოგეხსენებათ როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღებულობს სტუმრებს ამ რეგიონიდან, თვითონაც ჩადის, მნიშვნელოვანი შეხვედრებია და ესეც პოზიტიური სიგნალი არის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და დღეს აი ერთმნიშვნელოვნად როგორი წარმატებული იქნება შუა დერეფანი ძნელი სათქმელია, რადგანაც შუა დერეფანს აქვს ასევე მედლის ორი მხარე. ერთი მხარე არის ის, რომ ძალიან სჭირდება ევროკავშირს, მეორე მხრივ სჭირდება ჩინეთს, მაგრამ დამოკიდებულება ამერიკისა და ჩინეთის მიმართ არის რთული, თუმცა დღეს საკმაოდ რთული გახდა ამერიკის დამოკიდებულება ევროკავშირთან მიმართ. და თან შუა დერეფანი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა მის განვითარება, ის საკმაოდ რთული ნაწილია, საკმაოდ მრავალ კომპონენტური, ზღვა, ხმელეთი და შესაბამისად ეს აძვირებს ამას. რა თქმა უნდა, ასეა. თუმცა ეს არ ნიშნავს და პირიქით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ყოველ შემთხვევაში ერთი რამეა. როცა ასეთი გასაღები გიჭირავს ხელში, არის შანსი, რომ ეს გასაღები აქცია ოქროს გასაღება და მას გამოყენება უნდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვლადიმერ პაპავა აკადემიკოსი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.